მოგესალმებით, დღეს 2026 წლის სულ პირველი ეპიზოდია. ეს არის მადის აღმძვრელი პოდკასტი, შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ კი არა და გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, ბედნიერად ჯამრთელად და საუკეთესო წელი გქონოდეთ. გთხოვთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ყოველთვის მოიწონოთ, დააკომენტაროთ და იყავით აქტიური, ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ასევე თუ მოგეწონებათ ჩემი პოდკასტი, დონაციის ლინკი აღწერაშია და შეგიძლიათ ასეც დამიჭიროთ მხარი. რაც შეეხება 2026 წლის ჩემს პირველ სტუმარს, ეს არის გია ჯაჯანიძე. ბატონ გია, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და გილოცავთ ახალ 2026 წელს. მეც გილოცავთ, ვულოცავთ თქვენს მაყურებელს, ბედნიერებას, სიხარულის, სიყვარული, დოვლათი, ბარაკა, ყველაფერი კარგი და რა არის იცით, აი ახლა ხო ბევრი ადამიანი ულოცავს, ილოცება, აი როცა რაღაცას ვამბობ, რომ იყავი ბედნიერი, აი ესე მგონია, რომ აი გულიდან ამოსული ეს სიტყვები აი პირდაპირ მიდის მაყურებელთან. ხო, გააჩნიათ ან როგორ იტყვით ამას და თქვენ ძალიან კარგად გამოგდის ეს რომ სიტყვის ძალა. სიტყვის ძალა, სიტყვა არ იკარგება არსად. ჩემი საყვარელი სპონსორები მინდა რომ თქვენს გაგაცნოთ და კიდევ ერთხელ ჩემს მაყურებელს შევახსენო. ფიზი ჯორჯია ეს არის შუშხუნა სასმელების დასამზადებელი არომატი და აპარატი, რომელიც ერთ წამში გაზავს წყალს და შეგვიძლია ძალიან გემრიელი ლიმონათები დავამზადოთ სახლში. ბომბ-ბარი, რომელიც არის უშაქრო ფიტნეს შოკოლადები პრემიუმ ხარისხის, რომელიც შეგვიძლია შევიძინოთ სპარისა და ფრესკოს ფილიალებში და ასევე აგრომარკეტი აგრომენი, რომელიც გვთავაზობს ძალიან ნატურალურ და გემრიელ რძის პროდუქტებს ხილბოსნეულს, შეგვიძლია მიუბრძანდეთ ანა პოლიტკოსკაეს 3 ნომერში და შევიძინოთ ესეთი ნატურალური პროდუქცია. ასევე აქვს კორპორატიული მომსახურება სხვადასხვა შორის თავიანთ მომხმარებლებზე ინდივიდუალური პირობებით. თქვენ დღეს რომ კითხეთ რა გიყვარს თქო, მითხარით რომ გიყვართ ეკალა. ეკალა. და მე გითხარით რომ ეკალა არასოდეს გამისინჯავს თქო. და თქვენ თვითონ მომიტანეთ ეკალა, რაც ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი მადლობა. და მართლა არ გამისინჯავს, თუმცა ხო ეს ფხალეულის მიმართულებაა, ხო, შეკმაზული და ეგეთი საჭმელები მიყვარს სხვათა შორის. გემრიელი საჭმელები მიყვარს მოკლედ და ეს თქვენით გამზადეთ? მე გავამზადე ეს ყველაფერი და გეტყვით, მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. პირველი ის რომ თქვენი პოდკასტი რომ ვნახე, პირველი კითხვა გამიჩნდა, კი დავაგემოვნებ, მაგრამ ეს ყველაფერი სად იყიდებ? ფიზი ჯორჯიას Facebook გვერდზე. ფიზის ჩაწერთ საძიებო ველში და შეგიძლიათ როდესაც მიწერთ, გამოგიგზავნიან, ადგილზე მოგიტანენ აი ამ საოცარ აპარატს და ასევე შერჩეულ არომატსაც. მოდი, დავლიოთ ჯერ, რა თქმა უნდა. აქ მაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა სახის არომატი. ერთი არის ფორთოხალი, მეორე არის მარწყვი. თქვენ რომელი გნებავთ? იქით არის მე მგონი ფეიხო, თუ ფეიხოა? ხო, კი. ფეიხო. რამდენი გრამი უნდა ჩავასხოთ? აი თვალით ესე არ არის აუცილებელი რომ აი, всё, საკმარისია. აი. всё. აი ეს. აი. დედა რა მაგარია. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მე ცაგაია. მე მიყვარს ძალიან ეს ლიმონათები და ძალიან გემრიელია. გადავიდეთ. ესე იგი, მე წამოვიღე ეკალა და 4 ცალი ჭადი. და აი ზუსტად დავითვალეთ და აქ სტუდიაში ვართ 4 და გვეყოფა. კი, გვეყოფა. გეტყვით ერთ რამეს, მე არა ვარ გურმანი. ხო. შემწვარი ბოლოკი მაქვს ხოლმე ხშირად. შემწვარი ბოლოკი. აბა, მე გამოვიგონე. ან კუბიკებად, ან მრგვალი, როგორც ყაბაყი. ისეთი გემრიელია, ისეთი სასწაული. თუ გიყვართ ცოტა ნიორს უზავ, ზემოდან ქინძს. ეს ზეთში ვწვავთ აფაზე ჩვეულებრივად? ბევრში არა. აქ როგორი გემო იცით, აი არ არის არაფრის გემო არ აქვს, რაც დაგვიგემოვნებია. არ არის ეს ნამცხვარი, არ არის აი არაფერი არ არის. არის რაღაცა სულ სხვა
გემო. ო. კოსმიური გემო აქვს. და ეს როდის გამოიგონეთ? ერთი 10 წელია ესე წვავთ. ვისაც ვეკითხები, არავინ არ იცის. როცა გინდა მარწყვდადებ, შინდი, თეთრი ბალი. ხო, ტკბილი რაღაცა. ხო, ტკბილი გინდა. ძალიან საინტერესოა. და თუ არა და ნიორი, კინძი, პატარა ნიგოზი ეს ძალიან გემრიელია. მართლა უნდა ვცადო, მადლობა. საინტერესო რეცეპტისთვის, გონია რომ ჩვენი მაყურებლებისთვისაც აუცილებლად, აი თუ ისეთი გურმანი, უცნაური საჭმელები, ვისაც ეყვარება, შეგიძლია გააკეთო და დააგემოვნო და მე მადლობაც გადამიხადო, რომ აი ესეთი საიდუმლო გავანდე სრულიად საქართველოს. კი, მადლობა ნამდვილად. ეკალას რაც შეეხება, თქვენ მომზადეთ ეკალა? ეხლა გითხრათ. ჩვენ რო ვისაუბრეთ, მის შემდეგ და თქვით რომ არც გამისინჯავსო და ეკალას ეხლა ვეღარ იშოვით. მე მყავს ერთი მეგობარი ძალიან კარგი არაჩვეულებრივი გოგო, ნათია ქველაძე, კომპოზიტორი და მომღერალია. და დაურეკე იმას, იმიტომ რომ ერთხელ მაჩუქა და მე ვთხარი ნათია, ხო არა გაქვს შემთხვევით ეკალა და კიო მითხრა. აუ, კაი რა. ნათია, დიდი მადლობა ჩემო კარგო. ძალიან დიდი მადლობა და მოდი. ნიგოზი, მე ჩემი ეზოს ნიგოზია, კინძიც ჩემი ეზოსია, ყველაფერი რაც არის, ახ მარილი ეზოში ვერ მომყავს. ესე იგი თქვენი ეზოდან არის ყველაფერი რაც შეკმაზურია და შეგვითავს. ყველაფერი. ვაკეთებ არანორმალურად გემრიელ საჭმელებს. ოღონდ ვარ ვეგეტარიანელი, ხორცის არაფერი არ ვიცი, ხალეულობა, ყველაფერი, წვნიანები, ყველაფერი, სასწაულები. ვა, რა მაგარია. რამდენი ხანია რაც ვეგეტარიანელი ხართ? 9 თვის რო ვიყავი ბავშვობაში, მაჭამეს ბულიონი ჩიჩიატგა და რომ მაჭამეს და დავხუჭე თვალები, ეგონათ რომ მოვკვდი. თქვენის ნებართვით? მიირთვით. მიირთვით. გადაიღებთ? მე მირჩევნია ჯერ თქვენ გადაიღოთ. აბა გავსინჯოთ. ჭადიც ძალიან მიყვარს. ჭადი თქვენ გამოაცხეთ? არა, ჭადი დედაჩემმა გამოაცხა, ეს უკვე იმის გამო რომ ვჩქარობდი. დიახ. აბა. ძმარზე ხო არ გაქვს ალერგია? მიყვარს. აუ რა კაია. ძმის გემო მოდის ეგრევე. ბაშლის ძმარი აქვს უკვე ჩვენ სახლში დამზადებული. ძალიან მაგარია. თან ჭადს უხდება ეგეთები. ამას უხდება ყველი. სასწაული ყველი. აი გადაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გემრიელია. მეც მიყვარს ჭადთან, რა თქმა უნდა, ყველი თავისთავად და თქვენც მიირთვით. მოიწმეცო დავადო. აბა გავსინჯოთ. სასწაული. ეს სულუგუნია თუ რომელი? ეს არის იმერული ყველი. აუ, იმერულზე ვგიჟდები, ძალიან კარგია. აი ეს არის ვირტუალ. ნიკო წამოიღო ყველის გემო. ძალიან მაგარია. თქვენც ჩაუჯექით ჭადს ეკალას და გააგრძელეთ ჩვენი ეპიზოდის ყურება. ბატონგია. იცით რა მაინტერესებს ახლა 2026 წელი დაგვიდგა. სახელმწიფო სუფრაზე რა გიყვართ ყველაზე მეტად? ნახეთ, დაახლოებით 20 წელია. ყოველი დღე, ყოველი დილა. ჩემთვის არის ახალი წელი. რო გითხარ რომ ვზეიმობ, არა. საჩუქრებს ახალწლოს, გავცემ, ვიღებ, მივდივარ მეკვლეთ, ძირითადად სახლში საღამოს, აი მაცვია პიჟამოები და ჭამ ზესუმზირას. ზესუმზირას და არა გოზინახს? არ მიყვარს გოზინახი. ისე თქვენ ამზადებთ გოზინახს, იცით? არა, აი თვითონ აი ეს რაღაცა სახლაპორტო რაღაცები არ. და რამდენი ხანი უნდა ჭრა ის ნიგოზი? არ მიყვარს. აი თუ ვინმე მოვა პირველში ჩემთან, ისიც სასურველია რომ არავინ არ მოვიდა. აუ ეს მიყვარს. მე არ იცი რა არის? ნახე მოვიდა, მობძანდით, გამოიღე რაღაცა
არ შემიძლია რა დედაჩემი ნერვიულობს ეხლა ისე ამას რო ვამბობ რომ ნუ ამბობ ხალხს მართალი ეგონო დედა მართლა ვამბობ მართლა გულწრფელი ადამიანი ბრძანდებით აი ესე ვარ და რა ნახე მოდი საათ ნახევარი 2 საათი არის საკმარისი კი სხვათა შორის მეც გეთანხმებით მე თვითონაც სადმე რომ მივდივარ არ მიყვარს დიდი ხანი ჯერ ეს ერთი სხვისი შეწუხებაც და მეც უკვე თავს არაკომფორტულად გლობ ვიღლები რაღაცა სახლში მინდა გემრიელად და ჩემთვისაც უკითხავს მეგობრებს რა შენ რას გაქცევაზე ხარო და გაქცევაზე რატო ეხა 15 წუთში ხوار წავედი საათნახევარი 2 საათი საკმარისია დიდი მადლობა ნახვამდის თქვენს ესე ყოფილიყავ მე მხოლოდ იმიტომ მიყვარს და მისვლა მინდა რომ როცა მომინდება მაშინ მოვიდე და ის არ არის რომ ჩემთან მოვა და ხეს როდის წავა მე როცა მომინდება ქუც დავიხრო წამოვა იძულებული მე ვარ საერთოდ ძალიან მორიდებული ადამიანი დაუჯერებელი მოვიდნენ ვუყურებ საათს დედა რა დრო გასულა ნამიოქს ვეუბნები ეხლა არა ვერ იგებენ დედა მეძინება არ ესმით შოქში ჩავარდი თქვენთან უყვართ მე არ მიყვართ ხო და თქვენთვის მე მგონი მეკვლეობის ეს ტრადიციაც არ არის დიდად ჩემთან რომ მოვიდნენ ხო აი მეკვლეობის ტრადიცია რამდენად გჯერათ და რამდენად არის ხოლმე ჯერა ძალიან ჯერა ვისთანაც მივედი მეკვლეთ აშენდა აყვავდა და ბედნიერი გახდა ჩემთანაც მოდის მაგრამ მათ იცია ჩემა ნამდვილა მეგობრებმა იციან რომ უნდა მოვიდნენ და მე მალე წავიდნენ ხო მეკვლესაც შეხება მე მაგალითად ბოლო 2 წელია ჩემი ძაღლი არის ჩემი მეკვლე და ამართლებს რა ვიცი ანუ მირჩევნია რომ ის კეთილი არის როგორც კუჭი ბედინში არის ჩემი ბუბუ მირჩევნია რომ იყოს მეკვლე და რაღაცა ეს დავამუღამე და თქვენ რას ფიქრობთ მაგაზე იცი რა არის მანდ არის სუფთა ენერგეტიკა ადამიანი რომელიც მოდის უნდა მოვიდეს გულწრფელად უნდა მოვიდეს სიხარულით და გეტყვით ერთ უცნაურ რაღაცას ძალიან მიყვარს ბედნიერი ადამიანები მიყვარს იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი ბედნიერია მით უფრო ის ადამიანებს ვინც უბედურები არიან იმათ მოეხმარებათ და აი მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს რა მიდის ჩემი იყავი ბედნიერი ხო მაგრამ ეს ბევრისთვის მაინც რთულია აღსაქმელად იმიტომ რომ ნუ არ შეუძლია ზოგი ხო არის რომ ბედნიერება რას ნიშნავს მაგალითად რომ შენ წვრილმანი რაღაცებით იბედნიერო და რაღაცას არ ელოდებოდე რომ ის რომ თქვაც პირობითად მანქანას რომ ვიყიდი მე ვიქნები ბედნიერი ბედნიერება არის დღეს აქ ახლა აი ამ წუთას აი თუნდაც ახლა ჩვენ ამას რომ მივირთმევთ ეს არის ბედნიერება რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს ამას ჩემ თავსაც ვახსენებ ახლა იმიტომ რომ მეც ხანდახან იქით მივდივარ ხოლმე და ეხა ძალიან ვარჯიშობ და მეცადინეობ აქ ყოფნაში რა. ერთ რამეს გასწავლით. ადრე იყო ჭამის დროს უზრდელობა ლაპარაკი. ნახეთ იმის გარდა რომ არ არის კარგი რომ ლაპარაკობ ყბაგა და ლაპარაკობ. ნახეთ ჭამის დროს რასაც იფიქრებ დადებიც ყველაფერი შეგისრულდება ეხლა ერთ ჭამაზე კი არა აი ნელა უნდა მიეჩვიო რომ ბედნიერი ვარ მქონდეს შემოსავალი ვიშო უფრო კარგი სამსახური ეხლა თვითფრინავი და იახტა არ არსებობს ესე იგი ფული რო გაქვს მაინც ვერ იყიდი ხო და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ჭამის დროს დუმილი და ზუსტად ეხლა ჩვენ სანამ დავიწყებდით ეპიზოდის ჩაწერასაც გეუბნებოდით რომ ამ ბოლო დროს არ ვიცი აი ეს დამემართა რომ ხო არიან ხოლმე და მეც ძალიან მიყვარს რომ ჭამის დროს სერიალს უყურებ ფილმს ამ ბოლო დროს არ შემიძლია რამეს ვუყურო პირიქით აი ეს ჩემი ულუფა რომ მაქვს ამასთან ერთად ვარ ფიქრობ ზოგადად და უფრო მერგება თქო რატომღაც რა აი ეს დამეწყო და
რაც ესე უფრო ეს ინტუიციაა უფრო, აი ეს რახან მოვიდა და გაიფიქრე. ესე იგი რაღაცა ქვეცნობიერმა რაღაც გიკარნახა. ეს საერთოდ ძალიან საინტერესო თერაპიაა. რაღაც მხრივ მანიფესტაციაც არის ხო ალბათ, როდესაც თქვათ ჭამ და ფიქრობ კარგზე, მანიფესტაციას ეძახიან ამ ყველაფერს, ხო და აი ამ მხრივ თქვენი აზრი მაინტერესებს, აი თქვენ თუ მიმართავთ ხოლმე მაგალითად მანიფესტაციას და არა, მიმართვით აღარ მიმართავ, ეს უკვე მექანიკაში მაქვს. აი მინდა რაღაცა გამომდის. მინდა ვიღაცა შევხვდები. ანუ როგორ არის იცით? რა ვქნა მე ძალიან ბევრი რამის მიჩერა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, როგორიც ხარ, ისეთი ბედი გაქვს. აი ახლა გეტყვით ერთ რამეს. თუ გიფიქრიათ, რატომ იტანჯება ადამიანი? ან ძალიან ხშირად ყოფილა, რატომ მე დამემართა ეს? და რატომ არ დაემართა ბოროტს? ადამიანის სიკეთე ჯერაში მდგომარეობს, იცით? ადამიანმა რო შუაღამისას ჭამა და დატანჯა კუჭი. რატომ დატანჯე შენი კუჭი? რატომ დატანჯე შენი ღვიძლი, რო დალიე? ანუ შენ სხეულს ტანჯავ. რატომ დალიე ისეთი სითხე, რომელიც თირკმელებს დატანჯავ? ისის ხომ მუშაობს? ამიტომ, როცა შენ ტანჯავ შენი სხეულის, შენს ორგანოებს, მერე შენ იტანჯები შენს. საოცარ რაღაცას გეტყვით, ადამიანები არსებობენ ჩემს ირგვლივ, არ ჯერათ, რომ ბედნიერი ვარ. რატომ არის დაუჯერებელი ადამიანებისთვის თქვენი აზრით? იმიტომ რომ ისინი არ არიან ბედნიერები და წარმოუდგენელია მათთვის ბედნიერება და ჩემთვის სახლი მაქვს, ჩასაცმელი მაქვს, პური მაქვს, სამსახური მაქვს. რატო უნდა ვიყო უბედური თუ ნახეთ უბედური იყავიო რა გაბედნიერებს ვიღაცას რო შია და ვიღაცას რო წყურიაო. ეს შეიძლება იყოს ეს მანიპულაცია. არასასიამოვნო და მანიპულაციაც არის, მაგრამ რა ვქნა გამაგებინეთ. მაშინ ერთი ბებერი ქვეყნის ჯავრმა მოკლაო და ჯავრი იმერულა თქვი, დარდმა მოკლაო. ხო და ამიტომ რა არის იცით? მე ვარ ბედნიერი, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა არ დაიჯეროს და რაში აინტერესებს იმ ვიღაცას მე ბედნიერი ვარ თუ არა ვარ. აი, როდესაც რაღაც გამოწვევები, მოდი პრობლემებს არ ვიტყვი, ქონიათ, თუნდაც წლების წინ, მაინც ინარჩუნებდით ამ პოზიტივს და ბედნიერებას, თუ მერე ისწავლეთ, არა, ნახეთ. ჩემს ცხოვრებაში არ მithქვავს ეს სიტყვები. ადრე რა ბედნიერი ვიყავი. იმ დროსაც კი რა დროსაც ვიყავი ბედნიერი ვხვდებოდი. ვხვდებოდი რომ ბედნიერი ვიყავი. მიჭირდა, მაგრამ სხვა რამეში მილხინდა და აი ამ სხვა რამეში რომ მილხიდა ვიყავი ბედნიერი და ას გაჭირება სულ ეხლაც მაგალითად. ნახეთ, არ ჯერათ, არ დავეძებ. არის საცობი. ხო. და ვდგევარ საცობში. არ იძვრის. რა ვქნა? ვასიგნალე? გადმოვედი დავინახე? არ დავეძებ, ზივარ, ველოდები, რო დაიზრება, მანქანა ხო წავა? რაზე გავიხეთქო გული? თუ მეჩქარება, მაშინ გამოვსულიყავი 1 საათით ადრე. ხო არსებობს ეს ლოგიკაც. ამიტომ აღარ და ვეღარ ვნერვიულობ. ადრე გაღელვებდათ? აი, ნუ ახლა 25 წლის თუ 30 წლის წინ ალბათ მაღელვებდა. და მე ნელ-ნელა დაისწავლეთ და ისწავლეთ საკუთარი. გუშინწი რა იყო, აღარ ვიცი შენი ჭირიმე. არ მიყვარს წარსულში. ხო, აი ეგეც მაინტერესებს თქვენთვის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ ბევრი მისტერის ხოლმე წარსულს, რომ აი ეგ რაღაც რა კარგი იყო, სადღა ის დრო და ძალიან მაგარია, როდესაც
ჩატოვეთ ის იქ წარსულში, ის გამოცდილება შეიძლება მიიღოთ, მაგრამ ის წარსული ხო აწმყოც ხო წარსულიდან გამომდინარეობს. არა, ნახეთ, მე ჩემი ფილოსოფია მაქვს, თქვენი იმათ. ნახეთ, მე მოვდიოდი, იყო ძალიან კარგი, ვიყავი ახალგაზრდა, რაღაცა ვიყავი დამთავრდა. რა დრო იყო და წავიდა, ის აღარ დაბრუნდება. აი არ განვიცდი მე ჩემს სიბერეს. აი ჩემს ნაოჭებს, ჩემს ჭაღარას არ დავეძებ არსებულ მდგომარეობაში განვიცდი ტკბობას. მიხვდით, ანუ ტკბობას განვიცდი ყველაფერში. აი ეს უნდა დაინახონ ადამიანებმა და ამას რო ამბობთ, ამის დასწავლას ვარჯიში ჭირდება. რომ ტკბობა დაინახო ყველაფერში და ყოველ წამს. როგორი ვარჯიში იცით? ნახეთ, აი ხო არის აი პირველი რო გავახილე თვალი და დავხუჭა ის წამწამები ხო დაფახურდა თვალები. აი უკვე ბედნიერებაა. რო ეს თვალები ამოძრავდა. მე აბდექი, ნახე, განა არ გამიფიქრებია, რომ ადრე წამოვხტებოდი. ახლა ნელა ვდგები. მაგრამ ხო ვდგები. კი. დაუშვათ რაღაცა მაწუხებს. ესეც ბედნიერებაა, კაცო, მუტარი რო ვიყო, ხო არ შემაწუხებდა. მართალი. ხო, და აი სულ ესე ვარ. ხო. ის ავარი. აი რაღაცა გაფუჭდა, ბედნიერი ვარ. აბარა. გაფუჭდა, გაკეთება, არ გაკეთება, სხვა იქნება. და ისე მივეჩვიე, ბედნიერი ვარ. ბედნიერი ხარ. თანამშრომელი შემხვდა ერთი ძველი და ვაიმეო, როგორ ხარ მეთქე რაღაცაო, მამა გარდა მეცვალაო. ბედნიერი ხარ. და მამა გარდა მეცვალა, აი მიცნობს ხასიათი იცი. მამა გარდა მეცვალა მეთქი და ხო, მერე ბედნიერია 64-ში მოხვდა, რა არის იცი? ჩემ თავზედაც გეტყვით. ჩემ სიკვდილსაც ვერ განვიცდი. და რატო იცი? იმდენი სიხარული მაქვს განცდილი. იმდენი სიხარული რომ ხო ახლა მოვკვდი რაღაც. აი არ დავეძებ რა. თქვენი აზრით რამე არსებობს მერე? ჩემებური, ნახე, მე ესე ვფიქრობ. იდგა ჩემი სული რიგში, როცა მოვედი დედამიწაზე, დავიბადე, ჩასახლდა სული და აქ ეს სული გამოიბრძნედა, ყველაფერი ნახა, ისწავლა, შეგრძნებები ისწავლა, გაიგო, გამჭრიახე გახდა და წავიდა ისევ იქ. მე იქ წავალ ისევ, საიდანაც მოვედი. თქვენ ძალიან ხშირად აკვირდებით კონკრეტულად მოვლენებს, აი დაწვრილებულად და ალბათ ამაშიც გამოიბრძმედეთ, რომ აი ეს რომ ხდება, აი ამიტომ მოხდა, აი ეს ამის გამო ეხლა მოდი მე სხვანაირად მოვიქცევი, აი დამკვირვებლად ყოფნა. ხო, კვლევარი ვარ მე. ადამიანების ყველაფერს ვიკვლევ. და რა გამოიკულიათ, რო გითხრათ თუ შეიძლება, აი საინტერესო იქნება რაღაცა რა არის მთავარი, რა შეისწავლეთ. ნახეთ, ბოლო ამბავს გეტყვით. ბოლო ამბავს მომყევი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მე მყავდა 3 ცოლი და ეს ოჯახები დაიშალა. მე არ მეყვას დაინგრა. არაფერი არ დაანგრეულა, დაიშალა. როცა ეს ოჯახები იშლებოდა, ის მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ყოველთვის კაცი ითვლება, რომ კაცი უშვებს ცოლს. და მე არც მიფიქრია, რომ დაუშვათ, აი ცოლს უთხრა ქალს, რომ იცი რა, ჩვენ შორდებით. ვუფრთხილდები საერთოდ ადამიანების მიმართ ვარ ძალიან ფრთხილი. და ყველაფერს ვაკეთებდი,
რომ ეთქვა მას რომ აი იცი რა მოდი დავიშალოთ ერთად აღარ ვიყოთ მე მერჩია ეს ვიდრე დაუშვათ მე მეთქვა ამაში რა არის ცუდი ხო არ ატკინეთ არ ვატკინე და თან მთელი ცხოვრება ფიქრობ რომ ეს ადამიანი არ იქნება მტერი არ იქნება ის რომ დამეგრა ოჯახი და აი ამ ინტერვიუს ქვეშ ვიღაც ხალი წერს მეზარება ეხლა მოყოლა შენაგავო აი ესე მშვიდად გადავედი მის გვერდზე მოვიძიე მეგობრები აი ყველაფერი გავაკეთე რომ ეს ადამიანი ვიპოვე სინამდვილეში ვინ არის აი დედას ფიცა ვარძულები დამეწვა ისეთი ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვს არ მიყვარს რომ აი გავგიშდი და როგორ დარდობ ადამიანების მდგომარეობას თქვენ იცით რომ მე არ დავდივარ პანაშვიდზე და არც გასვენებაში არ დავდივარ რატომ არ მინდა აი ხوارი რო გეშინია რაღაცა არ მინდა და ის რა არის მიზეზი აი არ მინდა გავიდე ნახეთ რო გეუბნებით რომ არ მინდა და არ მინდა უბრალოდ არ გინდა არა უბრალოდ არა ბრალიანად არ მინდა მე მყავდა ერთი ჩემთვის უძვირფასესი ქალი რომელიც ძალიან მიყვარდა და ეს გარდაიცვალა არ მივედი სახლთან ახლოს ვიდექი მანქანით სანამ არ გამოასვენეს შორი ახლოს ვიჯექი მანქანაში და ძალიან დაბალ ხმაზე ვისმენდი იმ სიმღერებს რაც მას უყვარდა და იცი რა გულში ვფიქრობდი რომ იქ ის ადამიანები ვინც იყვნენ ყველანი ყველაზე მეტად მე განვიცდიდი ვტიროდი ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები ეს ავართ ადამიანები რა ხანი არ მიხვედით არ ნიშნავს იმას რომ თქვენ არ გტკიოდათ შეიძლება ყველაზე მეტად თქვენ გტკიოდათ იმიტომ რომ ვერც მიხვედით კი ეხლა პირველად ვამბობ რასაც გეტყვით ჩემი ახლობლები რომ გარდაიცვალდნენ მეგობრების ახლობლები მე მივდივარ ხოლმე და პანაშვიდს ვიხდი არც იციან მოსახსენიებელს წერ არა აქვს მნიშვნელობა ეხლა რომ გაიგო რომ აი თქვენ მიცვალებულს მე პანაშვიდი გადაუხადე იმ წუთში გადამიხდი მადლობას და მე დაგავიწყება ჩვეულებრივად მადლობისთვის ხო არ უნდა გააკეთო ესეთი რაღაცა ხალხს რო უგურს რატომ აქ ყველაფერი რაც მე მინდა იმიტომ რომ თუ რამეს ვაკეთებ ჩემი სიამოვნებისთვის ჩემ სიცოცხლეში არ მithქვა სიტყვა უმადური არ ვხმარობ მადლიერებას ნახე დაგეხმარე გაგიკეთე და შენ ეს არ დაინახე ან თქვათ მე იმიტომ ხო არ გაგიკეთე რომ დაგენახა მართალი თუ არ მითხარი მადლობა არაუშავს ეს არის შენი ძილობა და ახო არ უნდა მოგამწარო მე წინააღმდეგობას არ უწევ იმ ბედს შენ რო გამლანძღე არ დავეძებ მატკინე რა თუ გინდა მომკალი ეტყობა ესეთი ბედი მქონდა ამიტომ ნირვანაში ვცხოვრობ ბედნიერი ვარ და ძალიან მინდა ყველამ გაიგოს რომ ის რაღაცა მისიისთვის არის მოსული
ეცადოს რომ გაიგოს. იმიტომ ვიკვლევ ყველაფერს. აი ზუსტად. ყოველთვის მეც მაქვს ხოლმე რომ აი რისთვის, იმიტომ რომ ისე უგზო-უკლოდ ძალიან უაზრო იქნებოდა და რისთვის ვარ და რა უნდა გავაკეთო ამ ცხოვრებაში და ეხლა რა ეტაპზე ვარ, იცი მაგალითად, აი სუძიების ამბავში ვარ და პასუხი ჯერ ესე არ მაქვს. ვიღაცამ როცა იცის რომ всё ეს მინდა და აი ამ ბილიკზე ვდგავარ და მომწონს, ძალიან კარგია და ხანდახან ვიფიქრე რომ მე რატო ვარ ესე ჩაკარგული. მე ვიცი რაც მინდა, მე ვიცი ის რომ მაგალითად ძალიან მიყვარს კამერის წინ მუშაობა, ძალიან მინდა რომ ვიყო აი ძალიან ცნობილი, ძალიან მინდა რომ აი რაღაც შემესეთი შოუ მქონდეს. აი ეს მინდა, მაგრამ აი ამ გზაზე იმდენი რაღაც შემხვდა, იმდენი დაბრკოლება, თითქოს იბრძვი, მაგრამ მაინც ვერ მიხვედი იქამდე. ალბათ ვიხი, მე ჩემ თავზე ვარ. მე ვარ დებილი? არა, იწრთობი. რა ვერ გავიწრთვენი? არა, ნახე. გინახავს და გიყურებია როგორ აკეთებს ოქრომჭედელი სამკაულს. სასწაულის ანახავია. ვუყურებ და ადამიანის ბედივით არის. ჯონა გამოწვას, მერე დაატნოს, მერე ჩამოასხას, მერე გააბრყელოს, ურტყას, მერე დახვრიტოს, მერე თვალი ჩასვას და იქმნება ულამაზესი ნივთი. იცი რომ ადამიანიც ესეა? კი. ამიტომ ერთი წამით არიდარდო. იქნება ის რაც გინდა. ერთი რამე მაინტერესებს, მე არ ვიცი არაფერი თქვენ შესახებ. რამდენი წლის ხართ? 31-ის. 31. გათხოვილი ხარ? დიახ. შვილები? არა, რადგან მე ან მკერდის სიმსივნე მქონდა 2022 წელს დამიდგინდა და დაამარცხე. ეხლა მკურნალობის ეტაპზე ვარ, თუმცა ნუ ქიმიები იყო, ოპერაცია ძალიან დიდი პერიოდი და სწორედ ამ დროს დავქორწინდი. ეს და ესეც ძალიან დიდი სიძლიერე იყო. ძალიან გამაძლიერა ჩემმა მეორე ნახევარმა, ჩემმა მეუღლემ და სულ მადლიერი ვარ მისი, რომ ესეთ დროს კიდევ უფრო მხარი ამიბა და რაც ესე მოვდივართ მოკლედ. თქვენ მეუღლეს რა ქვია? ლევანი. ლევანი. მადლიერი კი არ უნდა იყო. აი შემიძლია ეხლა ვიტირო. ეგეთი ადამიანები ძალიან იშვიათები არიან. იმ დროს, როცა აქ ადამიანს ისეთი განსაცდელი, როგორიც ქონდა და შეიძლება აღარ ყოფილიყავი ამ დროს ეს ადამიანი დგავს ნაბიჯს ისე უყვარხარ იმ მოკლე დროშიც უნდოდა რომ გვერდით ყოლოდი. ლევან ღმერთმა გაგიმარჯოს და გაგიმართლოს. გაიხარე ჩემო კარგო. გამარჯოს, მადლობა. ძალიან გავხარდება ხა ამას ვნახავს. ძალიან დასაფასებელია, აი სიტყვები ნამდვილად ზედმეტია, მართლაც რა. იცით რა მაინტერესებს, თქვენ სულ ამბობთ, რომ მე ქუდბედიანი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მადლიერი ვარო და აი ეს ძალიან ძლიერი სიტყვებია და ძლიერი სიტყვაა მადლიერება. მარტო ესე სიტყვა არ არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამას თავისი ისა აქვს, აი ძალა, სხვანაირი შინაარსი, რომელსაც ბევრი ვერ იაზრებს და აი თქვენი გადმოსახედიდან მადლიერების მნიშვნელობაზე მინდა რომ ვისაუბროთ. იცით რა არის? და იცით, აი ერთ დავამატებ და რა მგონია, იცი, როცა მადლიერი ხარ, ყველაფრით რაც გააქვს, ხო? უფრო მეც გაძლევს სამყარო. ნახეთ, მადლიერება რასაც ქვია და ესე გვესმის აღვიქვავთ უცბად, მე კიდე უფრო სიღრმეში ვიქექები ხოლმე. მე მგონია სიტყვიდან გამომდინარე ჩვენ ვართ მადლიანი ერი. იცით რა არის? თუ ადამიანი გაიგებს და დააჯერებს თავს, რომ თუ მადლიერია, იმას უფრო ბევრი ექნება და ბევრს მიაღწევს, არის ძალიან კარგი. სადღაც ვართ გამოქვაბულში მონასტერია. ამ მონასტერში ამოვიღე თაბახის ფურცელი და ვწერ მიცვალებულებს.
და გავავსე ერთი გვერდი, გადმოვედი მეორეზე. ოღონ როგორ ამაქიცი? აი ვინც მოდის, აი გარდაიცვალა. არ აი მეზობელი, ამხანაგის ბები, აი სახელები ვინც და აი ამ სიას ვაკეთებ და პირველ არხზე მუშაობდა დოდო იორდანიშვილი ჟურნალისტი. უკეთილესი, აი როგორი კეთილი, აი სასწაული. და ეს გამახსენდა და გამეღიმა, რომ აი დოდო რო თან გამიხარდა. ჩავწერე დოდო. არაფერი და აი ამ მიცვალებულებში ეს დოდო რო გამახსენდა და გამიხარდა და გავიღიმე და მამახსოვდა. არაფერი ჩამოვედით ახალ ციხიდან, მოკლედ რაღაც აქეთ და მინდა გამორჩეული სავარძელი მქონდეს სახლში. წავედი საბაში. ვათვალიერებ ვარ ერთ ამბავში რაღაცა და ვერ ვიპოვე ის, რაც მე მინდა. მოვდივარ და ვიღაც ხალი გია მივტრიალდი და ხალი მოდის, ესე უჭირავს სავარძელი ხელში, მომდევს და მეუბნება, რომ აი სავარძელი უნდა გაჩუქო. მეო დოდო იორდანიშვილის რძალი ვარო. რა? ოღონდ. აი ეხლა გიხდით მადლობას. აი მადლობას ვერ უთხარი. გავგიჟდი. აი იცი რა არის? ეს არის ჩემთვის ნიშანი, რომ მე არ უნდა მოვდუნდე. მე რო შენ სიკეთე გამიკეთე, ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ. მე უნდა მახსოვდეს, უნდა მოგიკითხო, დაგირეკო, მიყვარდე, იმიტომ რომ მე შენ შესაძლებლობა და საშუალება მომეცი. მიყვარს ზოგადად ადამიანები. თუმცა მე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი პატარ-პატარა სტატუსები, მინიატურები, რომლებსაც წერთ ხოლმე უკვე 2013 წლიდან და ეს არის მართლა სიბრძნის წიგნაკი, ჩემი აზრით და ყველა წინადადება არის ადამიანზე, თუ რაოდენ გიყვართ ადამიანი, თუმცა ასევე შევნიშნე მე და გეთანხმებით, რომ ამ ადამიანებსთანაც მაინც უნდა უვფრთხილდეთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნახეთ ძალიან ბევრს მწერენ ამ სტატუსებზე. მადლობას მიხდიან, რაღაცა იქვე კომენტარებს აკეთებენ, ხან ვის მადარებენ, ხან ვის რაღაცა. ამ სტატუსებს აქ ორი სახის ტკივილი. ეს ტკივილი რა არის? პირველი ტკივილი მივიღე, როცა ამ სტატუსების წერა დავიწყე, რომ საიდან თარგმნი? ვაი მე როგორი შოკი მივიღე, იცი? აი რა დამემართა, იცი, რომ აი ღმერთო, რას თარგმნი? მოვიდა დილის 5 საათზე წერ ძირითადად. აი ზოგჯერ მივატოვებ, გავაჩერებ, ვერ ვამთავრებ უკვე მეძინება. და სასწაულად მოდის ეს ყველაფერი. ზოგჯერ მერე ვკითხულობ, მერე ვასწორებ, მერე ვუსვავ მძიმეებს, უკვე გამოქვეყნებული რომ მაქვს. მეორე ტკივილი იყო ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა რომ მასზე ვწერდი. აი სხვა შრეში ვარ. და მე მინდა ერთი ამოვიკითხო, რაც ერთ-ერთი ბოლო მომეწონა. მოკლე ესეთი, შენი მომავალი, შენი საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაზეა დამოკიდებული. ხო. და მოდი ამასაც ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცების დამალვა და შენი პირადი საკუთარ თავთან დატოვება. მე დავხმარები ვარ ისე ადამიანს, რომელმაც არ იცის, რომ დავეხმარე, რომელსაც ჩემთვის ცუდი აქვს გაკეთებული, გული აქვს ნატკენი, მაგრამ მე დავხმარები ვარ. აი ვეტრაბახები საკუთარ თავს, ხო გაჯობე, მერე რა რო გადამიარე. მაინც გაჯობე. და აი ამაში მე ვარ ბედნიერი. ერთ ისტორიას მოგიყვები კიდე, აი
მე რატო ვარ ბედნიერი და რატო ვარ ქუდბედიანი? აი ახლა გაგცემ სრულ ერთ-ერთ პასუხს. მოკლედ ვარ 22 წლის, მეტრო მარჯანიშვილთან იყო ერთი აი ესეთი დიდი დახლი იყო და იყიდებოდა წიგნები. და ამ წიგნებს ყიდდა ერთი დიდი სათვალეები ეკეთა თაქთაქიშვილის ბატონი გახლდათ უგანათლებულეს, იმიტომ რომ თან მელაპარაკებოდა ამ ერთი სიტყვით მინდა წიგნი და არ მყოფნის ფული. წაიღეო. მომცა. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელიც უცხო ადამიანი, რომელიც მენდო. და მე ვიფიქრე, ნდობა არის ყველაზე დიდი ქონება, როცა შენ ვიღაცა გენდობა. ანუ როცა შენ საიდუმლოს გენდობიან, აი რაღაცა რომ მომიყვე, შენი სულის ნადები და მერე რო იმას ვიღაცას უყვები, აღარ გაგიმართლებს. ზოგჯერ ფიქრობენ ის იმას არ იცნობს და მაინც მოუყვები. არ გაგიმართლებს, ამიტომ ყოველთვის უნდა ინანო, თუ კი ვინმე საიდუმლო გაგიცია, ან და არასოდეს ხვისი საიდუმლო არ უნდა გასცე. აი ეს არის რომელიც მე მგონია ესე, რომ არასოდეს ხვისი საიდუმლო არ გამიცია. და აი ეს არის ყველაზე დიდი რამ. და მადლიერება საკუთარ თავთან. მე ვარ საკუთარი თავის მადლიერი. არ მჭირდება შენი მადლიერება. კი. ძალიან მაგარი სიტყვებია და ძალიან საინტერესო რჩევა, დარწმუნებული ვარ. აი ხა იცით როგორი სიტყვებია, რილსად დავინახე. აი მართლა ბევრი რო დაფიქრდება, მოусმეს, გადააზიარებს და კომენტარებს და დაიმახსოვრებს. ჩელენჯი მაქვს, ასე ვთქვათ, ბომბბარის პირველი ლუკმის ტესტი. თუ შეიძლება რომ დააგემოვნოს და თქვენი შეფასება გვითხრათ. ეს უშაქროა? დიახ, ეს არის უშაქრო, ანუ დაბალკალორიული და მაღალი ცილებით სავსე ფიტნეს შოკოლადები. ანუ საღამოს მაგალითად თუ მოგინდებათ რომ მიირთვათ რამე ტკბილი, ამას როცა მიირთმევთ, ეს ესე იყიდება? კი, ეს იყიდება. ეს ახლა სასაჩუქრე შეფუთვა არის, თუმცა ჩვეულებრივად ეს შოკოლადები იყიდება სპაში და ფრესკოში. რა მითხრა? მე ვარ დიაბეტიკი. ანუ დიაბეტი მაქვს და ეს არის პირდაპირ ჩემთვის და ერთი ლუკმა არა, შეიძლება ერთი ცალი შევჭამო? კი, შეგიძლიათ. აი ნახეთ, ბევრნაირია, მინდა რომ არჩიოთ. არის ვაფლიც, ქოქოსიანი, რომელიც ქნებათ. ვაფლი, ქოქოსიანი, ეს რა არის? ესეც ვაფლია. ესა? ესეც ვაფლია. ესეც ვაფლია, ეს არის ქოქოსი. ქოქოსი. ეხლავე უნდა შევჭამო? კი, ერთი ჩაკვიჩეთ და მითხარით თქვენი შეფასება. აბა. ორი პასუხი მაქვს. ერთი რო ძალიან გემრიელია მართლა ზომიერი და მეორე მე ვარ 63 წლის უკვე ასაკში ვარ და შემიძლია ეხლა ამ გადმოსახედიდან თქვა ისეთი გემრიელია რომ პირველ კოცნას გავს. აი ეს არის ესეთი შეფასება არავის არ უყურთ მართლა აი და რატო გავს პირველ კოცნას? ავხსნი. გისმენთ. ნახე არც ტკბილია, გემრიელია, აი მოგწონს, არ იცი, თან აი პირველი კოცნა ეს ხო არ არის, აი გაუგებარია, ვერ ხსნი და აგერ რა პირველ კოცნას შევადარე ამ ასაკში. აი მართლა უმაღლესი შეფასებაა და ძალიან დიდი მადლობა. და ბომბბარმა გადმოგცათ საჩუქრად ეს არის? კი, ეს არის ყველაფერი.
აი უღრმესი მადლობა დედა გემრიელად. გაიხარეთ აი როგორ გამახარეთ არ იცი კიდევ ერთ საჩუქარი მაქვს თქვენთვის როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენე ერთ-ერთი ჩემი სპონსორი მეგობარი არის მარკეტი აგრომენი რომელიც აწარმოებს ნატურალურ ხილბოსნეულს და რძის პროდუქტებს აი აგრომენმა ეს კალათა ეს სულ არ არის კიდევ ცალკე გელოდებათ რომ წაიღოთ ყველაფერი არის ესე იგი პორტოხალი ბანანი გაუმარჯოს აგრომენს გაუმარჯოს და დიდი მადლობა რომ ეს იახარებს ჩვენს სტუმრებს და ბოლოს ბატონგია ფიზის ბლიც კითხვები მაქვს სულ 5 ცალი რომ გავცეთ პასუხი დაიწყეთ ფიზის კითხვები ცხარე თუ ტკბილი ტკბილი ბადრიჯანი თუ შემწვარი კარტოფილი ყველაფერს კარგი ისიც მიყვარს ისიც ტკბილიც მიყვარს არც კარგი ერთ-ერთი უნდა ვთქვა ხო დიახ ბადრიჯა შემწვარი კარტოფილი კი ბატონო სახლში თუ გარეჭამა სახლში თქვენი მომზადებული თუ სხვისი ჩემი და ბოლოს ლიმონათი თუ ჩვეულებრივი წვენი ლიმონათი ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი ეპიზოდის სტუმარი მე თქვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით და სულ წარმატებას გისურვებთ ხო შეიძლება ბოლოს სიტყვა თქვა რა თქმა უნდა მეც მაქვს საჩუქარი რას ამბობთ სასწაული საჩუქარი აი ამაში დევს ეს საფულე თან ეხლა შემოდის წითელი ფერი და ამ საფულეში ჩავდე $1 ბარაკა რო გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა. აი და მინდა გქონდეს ბარაკა, ბევრი ფული, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, წარმატება და თუ კი რამე არსებობს, კარგი შეგისრულდეს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც მინდა იგივე გისურვოთ. ბედნიერება, ჯანმრთელობა და რაც სურვილი გაქვთ, ყველაფერი აღსრულებოდეთ. პარკი თუ დაგჭირდეს, გარეცხე ეს პარკი და კი. გავრეცხო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი ფერია, წითელი ძალიან მიყვარს და საფულეზეც გიждები ნამდვილად. გაიხარეთ. გაიხარეთ თქვენც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, სულ ბედნიერად. ეს იყო ჩვენი სტუმარი გია ჯაჯანიძე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს იყო მადის აღძვრელი პოდკასტი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, იაქტიურეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ და დროებით გემშვიდობებით.